მოგესალმებით მეგობრებო. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ფილმი წმინდა ირემის მკვლელობა, გირჩევთ ეს ამ ვიდეოს ყურებამდე გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ ხელიდან გაუშვათ ის უნიშნულოვანესი განცდა, რომელსაც რეჟისორი მაყურებელში ქმნის. ეს არის განცდა, რომელსაც ცივილიზებულ ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში არასდროს განიცდის. ირაციონალურთან შეხვედრის განცდა. იმასთან შეხვედრა, რაც აღემატება ადამიანს და მასზე ძლიერია, რაც მიუწვდომელი და აუხსნელია. იმასთან, რაც ერთ დღესაც იჭრება ადამიანის მიერ სათუთოდ მოწყობილ მყუდრო სამყაროში და უჩვენებს მას საკუთარ უმწეობას და არარაობას. იმასთან, რასაც ბედისწერა ჰქვია. ფილმის სათაური წმინდა ირემის მკვლელობა პარალელებს ბერძნულ მითიდან მეფე აგამემნონის შესახებ იღებს, რომელმაც განარისხა არტემიდე, როდესაც ნადირობისას მისი წმინდა ირემი მოკლა. ეს პარალელი გვეხმარება გავიგოთ თუ ვინ არის ფილმში მარტინი. მითში მას არტემიდე შეესაბამება. გარდა ამისა, ფილმში არის მინიშნება, რომელიც პირდაპირ გვეუბნება თუ ვინ არის მარტინი. აშკარაა, რომ მარტინი ღმერთია. რა თქმა უნდა, არა მონოთეისტური გაგებით ღმერთი, არამედ ერთ-ერთი დაბალი რანგის ღმერთი. რაც გულისხმობდნენ ძველი ბერძნები ღმერთებში. სხვას არაფერს თუ არა იდეალურ ერთობებს, იდეებს. აიღოთ მაგალითად ნადირობის ქალღმერთი არტემიდე. ნადირობა ადამიანის საქმიანობის კონკრეტული სფეროა. სფერო, სადაც ადამიანი გარკვეულ სახით ურთიერთქმედებს ბუნებასთან. მოიპოვებს საზრდოს სხვა ცხოველების სიუცხლის მოსპობის ხარჯზე. შესაბამისად, ეს არის სფეროს საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და მორალური კანონებით. ამ სფეროში შესვლისას ადამიანი ემორჩილება იმ კანონებს, რომლებიც აქ მეფობენ. ერთი მხრივ გარეგნულად, იგი დამოკიდებულია აქ მიმდინარე ობიექტურ პროცესებსა და მოვლენებზე. მეორე მხრივ შინაგანი კუთხით, იგი ვალდებულია დაიცვას გარკვეული მორალური ნორმები. ასე რომ ღმერთში ან ქალღმერთში იგულისხმება ამ კონკრეტულ სფეროს მთლიანი ერთობა, იდეა, რომელიც წარმოადგენს კანონთა ერთობლიობას, ყველა იმ ცალკეულ ელემენტებისთვის, რომელიც მასში თავსდება. ვინაიდან კანონი არის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობს მოვლენები მოცემულ სფეროში, ამიტომაც ამბობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ღმერთებს აქვს ძალაუფლება ყველაფერზე, რაც მის დაქვემდებარებულ არეალში ხდება. ან კიდევ ამბობენ, რომ ესა თუ ის ღმერთი მფარველობს რეალობის ამა თუ იმ სფეროს. ფილმის კონტექსტში ეს შეიძლება მაქსიმალურად მარტივად ითქვას. ღმერთი არის კანონი, რომელიც მოცემულია როგორც ცოცხალი არცება ან პერსონა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარტინი მაგალითად ქირურგიის ღმერთია. თუ კი კანონი აღიქმება როგორც პერსონა, როგორც ღმერთი, მაშინ ამ კანონის აღსრულება შეიძლება გაგებული იქნას როგორც ღვთისნება. ამრიგად ყველაფერი, რაც რეალობის ამ სფეროში ხდება, მისი ნებით ხდება. ვინაიდან ღმერთი საყოველთაო იდეაა, მისი ნება საყოველთაო ნება, რომელსაც ცალკეულმა ინდივიდმა საკუთარი პირადი ნება უნდა დაუმორჩილონ. სტივენმა, როგორც ცალკეულმა ინდივიდმა, წავიდა რა ამ საყოველთაო ნების წინააღმდეგ, გარკვეული ზიანი მიაყენა მას. რაში მდგომარეობს სტივენის ბრალი? შესაძლოა, იმაში კი არა, რომ მისი ოპერაციაზე ადამიანი გარდაიცვალა. მარტინის მამა მართლაც შეიძლება გარდაცვლილი იყო სტივენისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო. უფრო მეტად, მისი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სტივენმა საკუთარ საქმეს სათანადოდ მოგზაურობის გარეშე მოჰყიდა ხელი. ოპერაციის წინ დალევით მან უპატივცემლობა გამოხატა თავად ქირურგიული საქმიანობისადმი. უდიერად მოეკიდა სასიცოცხლო საიდუმლოს. ამგვარად, თავისი საქციელით იგი უპირისპირდება ობიექტურ კანონს, ანუ ღვთის ნებას და თითქოს საკუთარ კანონს აწესებს, თავის ნებას აქცევს საყოველთაო ნებად. და რა მოხდება, თუ ნებისმიერი ქირურგი ამგვარი საყოველთაო ნების შესაბამისად დაეწყებს მოქმედებას, ანუ თავს უფლებას მისცემს ოპერაციის წინ დალიოს. ის რომ თავადაც შეიძლება გარდაიცვალოს საოპერაციო მაგიდაზე, თუ კი ნაცნობი ქირურგთან მოხვდება. ანუ გულგრილობით სხვისი მკვლელობის სტივენი საკუთარ თავის მოკლის ნებასაც იძლევა. მისი შვილები და ცოლი კი მისივე ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ მარტინის შემდეგი ფრაზა სრულიად ლოგიკურია. მკვლელი საერთოდ არ ვარ მე. საკუთარი ნების საყოველთაო კანონურ ქცევით სტივენი მას საკუთარ თავის წინააღმდეგ მიმართავს. ამით იგი თავადვე უსაზღვროს საკუთარ თავს სასჯელს. ეს სასჯელი კი აღადგენს დარღვეულ წონასწორობას. სტივენი მოიქცა უსამართლოდ, მაგრამ როდესაც იგივე ქმედება მის მიმართ გამოიყენება, სამართლიანობა აღდგება. ამ ფილმში მნიშვნელოვანია ის, რომ მარტინი არ არის უბრალოდ ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავად დაემორჩილებოდა საყოველთაო კანონს. მაშინ მისი სასჯელი იქნებოდა უბრალოდ შურისძიება ან ნაწყენი ადამიანის აქციელი.
როგორც ჰეგელი წერს სამართლის ფილოსოფიაში. შურისძიებას თვითნებობის ფორმა აქვს, რადგან ნაწყენი მხარე ყოველთვის გზნობას ან სუბიექტურ იმპულსს დაუმორჩილებებს მოქმედებებს. სწორედ ამიტომ შურისძიების სახით აღსრულებული სამართლიანობა თავის მხრივ ახალი წყენაა, აღიქვება მხოლოდ როგორც კერძო ქმედება და ამგვარად შერიგების გარეშე უსასრულოდ მეორდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ მარტინი არ ემორჩილება საყოველთაო კანონს, არამედ თავად არის ამ კანონის განსახიერება. მარტინი თავად არის კანონი, ამიტომ იგი არ არის ნაწყენი სტივენსი. იგი ამბობს, მე არ ვბრალზობ მასზე, ეცოდება იგი. სწორედ ამიტომ, რასაც მარტინი აკეთებს, არ არის შურისძიება. ეს არის სასჯელი. ეს არის თავად კანონის მიერ დადგენილი სასჯელის გარდაულობა. სტივენის შეხვედრა მარტინთან კაფეში, ეს არის ადამიანის შეხვედრა საკუთარ ბედისწერასთან. მარტინის მეშვეობით, სტივენი იგებს ბედისწერის განაჩენს საკუთარ თავზე. ახლა მან იცის თუ რას წარმოადგენს მისი საქციელი ობიექტურ სამართლიანობის თვალსაზრისით. ახლა მას შეუძლია გაცნობიერებულად მიიღოს ეს განაჩენი და მიენდოს ამ ბედისწერას, რომელიც საკუთრად არის აღიარებული, მაგრამ შეუძლია მასთან პაექრობაში შევიდეს, განაცხადოს საკუთარი განაჩენი საკუთარ თავზე და ამით შეასრულოს ერთგვარი მნიშვნელოვანი ავტორეფლექსიური მოძრაობა. ეს გარღვევა ახალ ცოდნაში არის გარღვევა თვითშემეცნებისკენ. ნებსით თუ უნებლიეთ პასუხი სოკრატის მოწოდებაზე, შეიცანი თავი შენი, ადამიანის პიროვნების, მეს ღირსების განცდა. სტივენს წარედგინა ბრალდება მკვლელობისთვის და ამ ბრალის გამოსყიდვეს ორი ვარიანტი, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა საკუთარ დანაშაულის აღიარების აუცილებლობაზე. მარტინი არ ეუბნება სტივენს მონანიების შესაძლებლობაზე, რადგან მარტინი მხოლოდ კანონია, იმის გარდაულობა, რომ კონკრეტული ქმედება იწვევს კონკრეტულ შედეგს. როგორც კანონი, იგი მიუკერძოებული და მექანიკურია. იგი უბრალოდ მოქმედებს, როგორც ბუნებრივი აუცილებლობა. ჩვენ ბედისწერას ჩვეულებრივად აღვიქვათ როგორც რაღაც უცვლელს, რადგან მას მივიჩნევთ გარემოებათა ერთობლიობად, რომელთა შეცვლაც ჩვენ ძალებს აღემატება. ჩვენ არ ხვდებით, რომ შეგვიძლია შინაგანად შევიცვალოთ და ამის შესაბამისად შეიცვლება ჩვენი ბედისწერაც. თუმცა ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად აცნობიერებდნენ საკუთარ თავს უზენაესი კანონების ფარგლებში, მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციას შეუძლია შეცვალოს მისი ხვედრი. იამბლიქეს თანახმად, ბედისწერის ძალაუფლება ვრცელდება მხოლოდ მეორე დაბალ სულზე, მატერიალზე. მაშინ, როდესაც წმინდა სულს შეუძლია გათავისუფლდეს თეორგიული მოქმედებების მეშვეობით. თუმცა ასეთი აზრები გაჩნდა უკვე ანტიკურ საბერძნეთის დასასრულს, მე-4 საუკუნეში და გამორიცხული არ არის, რომ იამბლექზე ქრისტიანულმა იდეებმა მოახდინეს გავლენა. სწორედ ქრისტიანობაში ღმერთის როგორც სიყვარულის გაგების ხარჯზე ხდება კანონისა და ბედისწერის გადააზრება. სიყვარული ადის კანონზე მაღლა და ღმერთი ახლა წყალობას ითხოვს და არ ასხვერპლს, ხოლო ბრმა ბედისწერა ახლა გაგებულია როგორც ღვთის ნება, რომელსაც ადამიანი გადარჩენისკენ მიჰყავს. მაგრამ ფილმის გმირები, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ ქრისტიანულ ღირებულებებზე აგებულ კულტურაში, არ შეუძლიათ აქედან საჭირო ცოდნის მიღება. სტივენი ბოლო წუთამდე არ აღიარებს თავის ბრალს. იგი ეუბრძვის ბედისწერას გარეგნულ მიმართულებით. შესაძლოა, მას გულწრფელად რომ მოენანიებინა, ეს შეცვლიდა განაჩენს და ეს იქნებოდა მესამე ვარიანტი ბედისწერის მიერ შეთავაზებული ორიდან. გასაგებია, რომ ფილმში საუბარი რომ ყოფილიყო მანიაკზე, რომელიც პირობებს უყენებს თავის ცხოვრებას, მაშინ არამართლზომიერი იქნებოდა მესამე გზის შესაძლებლობაზე საუბარი. მაგრამ ფილმში საუბარია ღვთაებაზე, ანუ პირველ რანგის შინაგან საწყისი. მარტინი სავსებით შეიძლება გავიგოთ, როგორც სტივენის სინდისის განსახიერებაც. მით უმეტეს, რომ ბევრ სწავლებაში სინდისის ხმა გაიგივებულია ღვთის ხმასთან. და რა კი საუბარია შინაგანზე, მაშინ უნდა შეიცვალოს არა გარეგნული, არამედ შინაგანი. თუმცა სტივენი არ მიდის აზროვნების შეცვლის გზით. იგი კი არ აფასებს ხელახლა საკუთარ თავსა და თავის საქციელს, არამედ აფასებს განაჩენს და ებრძვის არა საკუთარ თავს, არამედ ბედისწერას. იგი ეძებს ბედისწერისგან თავის დაღწევის გზას, მაგრამ ეძებს არა იქ, სადაც საჭიროა. ეძებს გარეთ და არა შიგნით. იგი მიზეზებს ეძებს საკუთარ შვილის ბობის ხელში და უარყოფს ანას მიერ შემოთავაზებულ ფსიქოსომატურ აშლილობის ვერსიაზე. არადა ეს ვერსია ასევე არის შეთავაზება, რომ მიზეზზე ეძებოს არა ხელში, არამედ სულში. იგი უარყოფს თავის შეცდომას ოპერაციის დროს. ანა ხვდება, რომ მიზეზი გარეგნული არ არის და ამბობს, ჩვენ ამ სიტუაციაში შენ გამოვართ. მაგრამ მას არ შეუძლია აიძულოს სტივენი შეიცვალოს. მოგვიანებით ანა წყალობას იჩენს მარტინის მიმართ და პატივს მიაგებს მას, მაგრამ როგორც ჩანს, მარტინს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუ კი სტივენი არ შეიცვლება. სავარაუდოდ მარტინმა არც კი იცის, რომ ბედისწერის შეცვლა შესაძლებელია.
რადგან ღმერთებიც კი ემორჩილებიან ბედის წერას. Ით მთავრდება საბოლოოდ ეს ისტორია. თუ კი გმირისგან რაიმე მეტამორფოზას ველოდით, მაშინ არაფრით. მთავარ გმირში არანაირი შინაგანი გარდასახვა არ ხდება. მისი ცხოვრება და მისი ოჯახის ცხოვრება რჩება კანონის ფარგლებში. ცხოვრებული გაღებულია, სამართლიანობა აღდგენილია. მას პატიების თხოვნას კი არ დასჭირვებია, რადგან მარტინი დაახპირდა, მათ დაიწყეს ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. თუმცა ძველი ბერძნებისთვის კათარზისი არც ყოფილა დაკავშირებული რაიმე შინაგან გარდასახვასთან. იგი უფრო მდგომარეობდა იმის ჭვრეტაში, თუ როგორ ვლინდება ცხოვრების ყველა საშინელებაში უცვლელი, ზებუნებრივი პრინციპი. ასე რომ თუ რეჟისორის განზრახვა იყო ბერძნული ტრაგედიის დადგმა, ეს მას უდაოდ გამოუვიდა.